მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. სესმა ატმის შეღებვის ფაქტზე შესაბამის ორგანოებს მიმართა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ღებავს ერთი პირი ატამს, რომლითაც წითელ შეფერილობას აძლევს. სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას, რის გამოც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა. 65,000-მდე ვიზიტორი ეწვია რაბათის ციხეს. ინფორმაციას ციხის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა. 2024 წლის 6 თვის მონაცემებით ციხის კომპლექსი მოინახულა 62,371 ვიზიტორმა. აქედან საქართველოს მოქალაქე 41,420 ვიზიტორი, უცხოელი 20,951 ვიზიტორი. 2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კი 64,925 ვიზიტორი ესტუმრა კომპლექსს. აქედან საქართველოს მოქალაქე 42,227 ვიზიტორი, უცხოელი 22,688 ვიზიტორი. როგორ მუშაობს მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოები, როგორ უნდა მუშაობდეს და როგორია საერთაშორისო პრაქტიკები. გთავაზობთ თვითმმართველობის საკითხებში სპეციალისტ გიორგი მესხიძის კომენტარს. ფუნქციონირებს გამართულად, რომ ეხლა ეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ფუნქციონირებს, ხო, ცხადია. ანუ ვერ ვიტყვით ესე, მე მართლა ვერ ვიტყვი, არის რა თქმა უნდა განსხვავებული მაგალითები, მაგალითად არის ხო მუნიციპალიტეტები, სადაც სამოქალაქო მრჩეველ საქართველოში ვამბობ, სადაც სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იყო განსხვავებული ზომითაც, იყო განსხვავებული მათი შეკრების სიხშირითაც, მათი ასე ვთქვათ ფუნქციონირების ღირებულებიდან გამომდინარე. ანუ რაღაცა შედეგს აღწევდნენ. თუმცა ზოგადად რა თქმა უნდა განსაკუთრებით 23 წლის შემდეგ თქვენ ვერცერთ ამ ოქს ვერ იპოვით, ვერცერთ ამ ჩატარებულ სხდომას ვერ ნახავთ და ვერც იმას ვერ გაიგებთ. ის ხალხი, რომელიც აი დებულება რო გაკე კიდე ცოცხალია თუ არა, ვინც იმ საბჭოს წევრები იყვნენ, ხო? ну, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეხლა ამ მხრივ რომ რაღაცა მუნიციპალური დოკუმენტები იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, ზოგადად არ არის საქმე კარგად და აქ ანუ რატო ველოდებით, რომ აქ კარგად უნდა იყოს. არც არავინ რეალურად არ ელოდი. ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ ის, რატო ვერ ფუნქციონირებს. იმიტომ რომ ზოგადად რამდენიმე ის არის, ანუ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები, ვთქვათ, იყო ძალიან მჭიდრო კავშირში ეგრეთ წოდებულ OGP-სთან, ანუ ღია მმართველობის, ასე ვთქვათ, პროგრამასთან, ხო, რომლის წევრებიც ბევრი მუნიციპალიტეტები იყვნენ და ბევრმა მათგანმა სწორედ ეს სამოქალაქო საბჭოს შექმნა, ფუნქციონირება და შემდეგ პირდაპირ დაუკავშირა ამ კარგ მმართველობას. ეს პროგრამა პრინციპში აღარ მუშაობს, გაჩერებული. აქ ამ OGP-ის პარკლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას მუნიციპალიტეტები აღარ ახდენენ. აქედან გამომდინარე, ვერც ეს საბჭოები ვერ ფუნქციონირებს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.